ოი, კიდევ ერთი საყვარელი დღე ჩემს საყვარელ სკოლაში. ყველა სახელმძღვანელო უნდა წავიღო, არაფერი არ უნდა დამავიწყდეს. არა, გაკვეთილი 9 საათში იწყება, არ უნდა დამაგვიანდეს. ისევ ჩამეძინა. დავიღალე ამ სულელური სკოლით. მაკიაჟი ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ კბილები კი გუშინ ღამეც გავიხეხე. ოჰო, რამძიმეა. აი, ასე ბევრად უკეთესია. არა, გაკვეთილი 5 წუთში იწყება. მოიცა, რატო ვჩქარობ? ისედაც დავაგვიანებ. ცოტას კიდე დავაგვიანებ. დღეს 20 წუთით ადრე მოვედი. ჩემი ახალი რეკორდი. განარჯობა. ისევ ის, როგორ მომაბეზრა თავი ამ ფრიადოსანმა. მან მე შემომხედა, თუ მართლა მოვეწონე. მისმინე, იქნებ დავალება გადამაწერინო. გადაგაწერინო, არ დაგიწერია დავალება. ჩუმად იყავი, მასწავლებელმა არ გაგვიგოს. აქ თქვენია, საშინაო დავალება ერთ-ერთი წმინდა მოვალეობაა სკოლის წინაშე. ხო, მაგრამ მე უბრალოდ დამავიწყდა, ნება მომეცი გადავწერო. არა, ესე იგი არა? არასწორია გადაწერა, ასე ვერაფერს ისწავლი. დავალება თავად უნდა შეასრულო. ასე არა? კარგი. ეს წიგნის ჭია, თვითონ ხარ ეგეთი. ოჰო, გაკვეთილის დაწყებამდე მოვედი. თუ ასე გაგრძელდება, ლუზერი გავხდები. ლეონა, როგორი ლამაზია. ლეონა, ამ შაბათ-კვირას წვეულებას ვაწყობ. მინდა რომ მოხვიდე. დავფიქრდები, თუ დრო მექნება მოვალ. მეც მინდა წვეულებაზე წამოსვლა, შეიძლება მოსაწვევი? მაპატია, მაგრამ მეტი მოსაწვევი აღარ მაქვს. არა უშავს, ისედაც მოვალ. არა, მოსაწვევის გარეშე არ შეგიძლია. კარგი. სხვათა შორის ეხლა ეს ჩემი ადგილია. რატომ? მასწავლებელმა მე აქ დამაჯინა. ახლა მე ვზივარ აქ. აიღე შენი ნივთები და გადაჯექი. არსადაც არ წავალ. მე გაგაფრთხილე. ასაკეთებ. კარგად ლაპარაკი. თუ არ გესმის, ეხლა გაიგებ. თავხედო. მულია, სინამდვილეში მე გალიამხია. რა მნიშვნელობა აქვს? მითხარი, რა გვაქვს შემდეგი გაკვეთილი? მათემატიკა. მათემატიკა. საშინაო დავალება არ მომიზადებია. იქნებ გადამაწერინო. მეც არ დამიწერია. კუზა, იქნებ შენ გადამაწერინო. კარგი, ეხლავე. კუზა, ამას ნუაკეთებ, ეს არასწორია. თავი დამანებე, ფრიადოსანო. როგორ მეზარება გადაწერა? იქნებ გადამიწერო დავალება. ეს რატომ უნდა გავაკეთო? მეგონა გინდოდა ჩემი საუკეთესო მეგობარი გამხდარიყავი. მეგობრობა ყველაზე პოპულარულ გოგოსთან სკოლაში, რა თქმა უნდა, მინდა. მასწავლებელს ეს ძალიან არ მოეწონება. თუ მას ეტყვი, ისეთი რამე დაგემართება. გაიგე? დილამშვიდობისა, კლას. დილამშვიდობისა, მისნიკა. აჰა, სალამი. შეგიძლიათ დასხდეთ. ჩვენ შეგვიძლია არ ჩამდგარიყავით. დავიწყოთ გაკვეთილი. დღეს გვექნება ტესტი. რა ტესტი? ახლა? ხო, გუშინ გაგაფრთხილეთ, რომ დღეს პატარა გამოცდა გექნებოდათ. საკონტროლო ტესტი. ეხლა გასაგებია, რატომ არ მოვიდა 9 კლასის სკოლაში. განდაბა, საერთოდ არ მომზადებულ ვარ. აი ვიწყე, მე ყოველთვის ცარიელ ფურცელს ვაძლევ, მაგრამ არაფერია. ლეონა, ძალიან მაგარი ხარ. ხათა შორის, ლეონა, მინდა გაგაფრთხილო. თუ ცუდი ქულების მიღებას გააგრძელებ, კლასში ჩარჩები. აი ესე გეკუთვნის. გაჩუმდი, წიგნის ჭიავ. მადლობა. აი გამომართვი. რა მარტივია, ამას 5 წუთში დავწერ. რანდაბა, საერთოდ ვერ ხვდები აქ რა წერია. დრო ჩაირთო. დაიწყეთ მუშაობა. ფრიადოსანო, იქნებ გადამაწერინო. თავი დამანებე, ხელს მიშლი. ნუ მიყურებ. რატომ ღორობ? ერთი მაინც გადამაწერინე. არა, შემეშვი. ჩუმად, ორივეს გაფრთხილებთ. ერთი შენიშვნაც და ორივე დაისჯებით. ოღონდ ეს არა, შენიშვნა ცუდი აქციის გამო არასდროს მიმიღია. მე კი ყოველდღე ასეთ საყვედურს ვიღებ. ყველაფერი შენი ბრალია, თავი დამანებე.
გადამაწერინე და შეგეშვები. არა, შენ ჯერ არ იცი, რომ ყოველთვის იმას ვიღებ, რაც მე მინდა. ჩემი გამოცდის ფურცელი. არა უშავს, შენთვის მარტივია. ახალს დაძარ 5 წუთში. დრო გავიდა. ჩამაბარეთ ფურცლები. ოი, თუმცა ვერ მოასწრებ. ჩამაბარე ფურცელი დარწმუნებული რომ ყველაფერი დიდი ხნის წინ დაწერე. ეს რა არის? ჩემი ბრალი არ არის, ლეონამ დამიხია. ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის, ბავშვებო უთხარი. ლეონას ბრალი საერთოდ არ არის. მე საერთოდ არაფერი დამინახავს. სამწუხაროა, დღეს ცუდი შეფასება უნდა დაგიწერო. ოღონდ ეს არა, ჩემი პირველი ორიანია. ხო, შენ დღეს ძალიან მაწყენინი. ახლა შენი მომავალი ოქროს მედალი ერთს ქვას დგას. მაშინ ასე ყველამ ჩამებარეთ ტესტები და დაისვენეთ. გამარჯობა, შეიძლება შენთან დავჯდე? არა, მაგრამ დაკავებული არ არის. ახლა დაკავებულია. ნუ, კარგი. შეიძლება ჩამოვჯდე, თუ შემდეგისთვის დავალებას გადამაწერინებ შეიძლება. კარგი, მოიცადე. ვიხუმრე და ჯექი. რატომ არ იყიდეს საჭმელი? სახიდან წამოვიღე, ის ბევრად უფრო ჯანსაღია, ვიდრე ეს სისულელეები. შვრიის ფაფა მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით. ხაჭო, ძვლების ჯანმრთელობისთვის. და ვაშლი. ესე სულელურად ნუ იქცევი, თორემ ახალი ადგილის მოძებნა მოგიწევს. ლეონა, მოდი და ჯექი ადგილი შეგინახე. არა, მადლობა, მირჩევნია ვიდგე. ყველა კარგი საჭმელი უკვე გათავებულა. ოჰო, დამიბრუნე ჩემი საკვები. შესკვასაც არ გაუნაწილებ? კარგი, მე ვაშლიც მაქვს. კარგი, ვაშლსაც გამოგართმევ. დამიბრუნე, დედა ჩემო მომიმზადა. ჩაო, პრიადოსანო. საკუთარი თავის დაცვა უნდა ისწავლო. უხეშობა და ჩხუბი არ არის კარგი. არაა საჭირო ჩხუბი, უბრალოდ აჩვენე რომ კაცრი ხარ და ლეონა ვერ შეგეხება. მართალი ხარ, მაგრამ ისედაც მაგარი ვარ, მე ხომ მაგალითებს ყველაზე კარგად ხსნი, ასევე ყველაზე კარგი კალიგრაფია მაქვს. სერიოზულად ამბობ, ასე ის კიდე უფრო არ მოგასვენებს. აბა რას ნიშნავს იყო მაგარი? მაგარი ტიპი ხარ თუ კარგად გაცია, მასწავლებელს ეკამათები. გინდა გასწავლო? არა, ეს ჩემთვის არ არის. კარგი, მაშინ ყოველთვის ლუზერივით იქნები. ლეონა, მისმინე. გადაღებაში ხელს მიშლი რა იყო? რა გინდა? მე მინდა გკითხო. წამოხვალ ჩემთან პაემანზე. იცი რა, შენ არ ხარ საკმარისად პოპულარული რომ შეგხვდე. არ არის სიმართლე, მე ძალიან პოპულარული ვარ. და რა გააკეთე ამისთვის? მე ჭადრაკს კარგად ვთამაშობ. სპორტებსაც კარგად ვხსნი. სერიოზულად, გინდა ყველამ დამცინოს რომ ესეთ ადამიანს ხვდები? კარატეშიც შავი კამარი მაქვს. რაღაც ვერ ვიჯერებ. კი, ერთხელ 10 მოწინააღმდეგე ერთი ხელით დავამარცხე. კარგი, წამოვალ შენთან პაემანზე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. მადლობა. ეხლა კი უნდა დაუბრუნდე TikTok-ს. ეს რა ჩვენი ახალი მასწავლებელია? მოხუცია თან ძალიან. როგორც ეს გაკვეთილი არ ჩატარდება. მასწავლებელი ცუდათაა. წინამძღოლში ეს არის მანეკენი. ბიოლოგიის გაკვეთილისთვის თქმა უნდა ვიცი, ეს უბრალოდ ვიხუმრე. ხო, ძალიან სასაცილო იყო. ჩემი აზრით სასაცილო კი არა, სულელური იყო. შენაბობ რომ სულელი ვარ? მე ეს არ მithქვამს. ყველა დასხედით ახლა მნიშვნელოვანი გაკვეთილი გვაქვს. რამდენიმე თვეში ყველას გამოცდები გექნებათ, ამიტომ ახლავე უნდა დაიწყოთ მომზადება. პირველი ვინ გამოხვალთ დაფასთან? როგორც ყოველთვის, ყველა თქვენ მხელი აწია. ამ შემთხვევაში დაფასთან გამოვა ლეონა. მე დაფასთან? რამდენიმე წელია იქ არ გამოსულ ვარ. ეს შენი შანსია რომ ქულები გააუმჯობესო. მოდი, გამოდი. რატო ხარ ესე შეშინებული? მოკეტე, არაფრის მეშინია. ლეონა კლასში წესიერად მოიქეცი. მანეკენზე გვაჩვენე ადამიანის სხეულის ძირითადი ძვლები. აი, გავები. მე ვიცი, მე მკითხე. არა, ლეონა მინდა რომ უპასუხოს. ქულა რომ გამოასწოროს. ჰეი, პრიადოსანო, მითხარი. კარნახი კარგი არ არის. კარგი, შესვენებაზე გიჩვენებ მეშე. როგორც ჩანს, თქვენ კიდევ ერთ ორიანს მიიღებთ. კარგი, არ მადარდებს. შესაძლოა ბედნიერი არ ვიქნებოდი, რადგან იძლება კლასში ჩარჩე და მეორე წელს სწავლა მოგიწიოს. რა? დაბლ კლასელებთან ერთად უნდა ვისწავლო?
შენს ადგილას თავს ხელში ავიყვანდი, სანამ ძალიან გვიანი არ არის. დაჯექი. ვის უნდა დაფასთან გამოსვლა და ლეონას მაგურად პასუხის გაცემა? კარგი, კიტი, გამოდი. ურა! ადამიანის ჩონჩხი შედგება შემდეგი ძვლებისგან: თავის ქალა, თეძოები, მენჯი, კისრის ძვლები და ასევე ნეკნები. კარგი, კიტი, შეგიძლია დაჭდე. მაგრამ ჯერ არ დამთავრებია, შემიძლია 206-ვე ძვალი გაჩვენო. მაგრამ ამის დრო არ გვაქვს, ვიცი რომ ყოველთვის მომზადებული ხარ, ასე რომ დაჯექი. კარგი. ოხეს ფრიადოსანი როგორი გამძვრალია, შესვენებაზე გიჩვენებ მე შენ. აბა შეჩერდი, რა გინდა? რატომ არ მითხარი პასუხი, როცა გეკითხებოდი? ჩემი ბრალი არ არის, საერთოდ რომ არაფერი იცი, იქნებ მართლა ჩარჩე მეორე კლასში. დაბალკლასელებთან. ოი, ბოდიში, არ მინდოდა ეს მეთქვა შენთვის. საკმარისია, ფრიადოსანო, თამაში დასრულებულია. ჰეი, დამიბრუნე ეხლავე. რა პრობლემაა? შენ თვითონ იპოვე ის. ჩემი სათვალე, ლეონა. რა საკეთებ? ჩემი სათვალე დაიკარგა. კარგი, დაგეხმარები მის მოძებნაში. აი აქდევს. მადლობა, აღიარე, ლეონამ დადო ის აქ, ხო? ხო, ის მუდმივად მაბულინგებს. გახსოვს მითხარი, რომ შემიძლია გავხდე ლეონასნაირი. მასწავლი? ანუ მაგარი ტიპი? ხო, მასწავლე როგორ დავიცვა საკუთარი თავი. კარგი, მაგრამ პირველი რაც უნდა გააკეთო, იმიჯი უნდა შეიცვალო. და რა ჭირს ჩემს იმიჯს? ბებიამ მითხარ, რომ ძალიან ლამაზად გამოვიყურები. და ბიჭები რას ფიქრობენ? ბიჭები, ისინი ჩემთან არც კი მეგობრობენ. მაშა ასე, მოდი ყველაზე კარგი ტანსაცმელი ვიპოვოთ. ხვალ ვერავინ გიცნობს. ლეონა, კინოს 2 ბილეთი მაქვს, რადგან გაკვეთილები დასრულდა, იქნებ წავიდეთ. ეხლა კინოს დრო არ მაქვს. შენ პაემაზე წამოსვლას დამპირდი. თუ ქულებს არ გავაუმჯობესებ, სკოლაში დავრჩები. გინდა დაგეხმარო? შენ რა, კარგად სწავლობ? არა, მაგრამ ბევრი ხრი ვიცი, როგორ გახდეს კლასში საუკეთესო. კიტის შემდეგ. გამარჯობა, მასწავლებელო. ეს ვინ არის? ვერ მიცანით, მე ვარ ლეონა. გონი სიზმარში ვარ, ეს შეუძლებელია რეალობა იყოს. უბრალოდ გადავწყვიტე გონს მოვსულიყავი და სწავლა გამეგრძელებინა. ოჩახ, როგორი ყოჩაღი ხარ? ჰეი, მასწავლებელო. კიტი, რა გჭირს? აი ასე, სტილის შეცვლა გადავწყვიტე. იმედი მაქვს შენი ახალი იმიჯის სწავლაზე გავლენას არ მოახდენს. ადექი, ჩემი ადგილიდან ლუზერო. საოცარია, კიტი, ძალიან მაგარი ხარ. მე შევეცადე. ჰეი, კუზა, გინდა ჩემი ახალი ტატუ გაჩვენო? კი, მინდა. ვაუ, მაგარია, როგორი მამაცი ხარ. შენი ტატუ დროებითია. რა იცი, შენ ტატუ საერთოდ არ გაქვს. ახალგაკეთებული ტატუ სრულ სხვანაირად გამოიყურება. შენ უბრალოდ ეჭვიანებ, რომ შენზე მაგარი ვარ. მის ნიკა, კიტიმ ტატუ მშობლების ნებართვის გარეშე გაიკეთა. კიტი, ეს სიმართლეა? მე, აბა მაჩვენე. ახლავე წადი და ჩამოიბანე. არ იცით, რომ ტატუს ვერ ჩამოიბან. აბა მომეცი. შემდეგ გაკვეთილზე ეს ტატუ აღარ გქონდეს. ჰაჰა, შენ ვერასოდეს იქნები ჩემნაირი მაგარი. შენ კი ვერასდროს გახდები ჩემნაირი ჭკვიანი. ფრიადოს ნატყობნა ძალიან მარტივია. ლეონა, მოდი ამოხსენი დაფას დაწერილი მაგალითი. მარტივია. მართლა შეცვლილი ხარ, ოჩახ. კარგად გააკეთე. მას უბრალოდ გაუმართლა ესეთ მარტივ მაგალითს ვინ ვერ ამოხსნიდა. ეხლა გადავიდეთ ისტორიის გაკვეთილზე, ვის უნდა პასუხი გამცეს? მე მინდა. გასაკეთებ, მაგარი ტიპები პასუხებს არ პასუხობენ. კიტი, აბა მითხარი, რა გამოიგონა არქიმედესმა, როცა ის თავის აბაზანაში ბანაობდა? მან გამოიგონა, თუ სწორად უპასუხებ, ისევ ფრიადოსანი გახდები. აიფონი და მაკდონალდსი. რა აიფონი იქნებოდა ძველ საბერძნეთში? ასეთი პასუხისთვის ორიანი უნდა დაგიწერო, მომიტანე შენი დღიური სწრაფა. ბოდიში გამოვასწორებ, მაგარ ტიპებს ორიანი არ აღიზიანებთ. იცი რა, კარგი, ჩაწერეთ ჟურნალში, არ მაინტერესებს. კოშმარი, კიტი, საერთოდ ვერ გცნობ. შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ კლასში, მოდი პაემაზე წავიდეთ. ვა!
კუიზამ ყურადღება მომაქცია. მივწერო თანახმავარ. ეი, მაგარი გოგონები ესე სწრაფად არ თაღმდებიან. ნება მიეცი მიაღწიოს. აო, მართალი ხარ. მან მე უარი მითხრა? მე ძველი კიტი უფრო მომწონდა. გაკვეთილ შესვენების შემდეგ გავაგრძელებ. ეი, ცხვირი რატომ ჩამოუშვი? აღარ მომწონს მაგარ ტიპად ყოფნა, მასწავლებელი ცუდ შეფასებს მიწერს. კუიზას აღარ მოუწონვა. არასაპირებ, ისევ ისეთი გინდა გახდე? სამაგეროდ ვიქნები ისეთი როგორიც ვარ. ჩემი პირველი TikTok-ი ახალ იმიჯი, საინტერესოა გამომწერები რა სიტყვიან. მაშასე. გამომწერების გაუქმება, ლუზერო, კოშმარია, ჩემი ახალი იმიჯი არავის მოსწონს, ცხოვრებას მინადგურებს. ლეონა, შენ გაიმარჯვე. მე ვერასდროს ვიქნები შენნაირი მაგარი ტიპი. მე კი ვერასდროს გავხდები შენნაირი, ანუ ჭკვიანი, როგორც შენ ხარ. ასე რომ ვერ გავიმარჯვე. მაგრამ როგორ კლასში ამოცანაც კი ამოხსენი. არა, მე აი ეს ფურცელი მქონდა. შევრიგდით? შევრიგდეთ. ბავშვებო, მოგეწონათ ჩვენი ვიდეო? მოგწერეთ კომენტარებში. ასევე მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. და გაპუნეთ ზარის ღილაკზე. რათა არასდროს გამოგჩეთ ჩვენი ახალი ვიდეოები. ნახვამდის!